დროების სტუმარია უზენაის საბჭოს პირველი მოწვევის წევრი, დამოუკიდებლობის აკცე ხელმომწერი, ისტორიკოსი ბეჟან ჭავახია. ჩვენ ერთად უყურებით, უცქერდით გამოსვლას, რომელიც ალბათ რამდენჯერ მე ათეულჯერ გაქვთ ნანახი და ბოლოს და ბოლოს დარწმუნებული ვარ, მე მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ თქვენ ესწრებოდით და მეც იქ ვიყავი უბრალოდ. ახლა სულ სხვანაირად უყურებ ამას ყველაფერს, მაგრამ გამოვაცხადე კიდეც, რომ დავთვალეთ 35 წელი სრულდება ზუსტად ამ გამოსვლიდან ხვალ 26-ში. რაღაც ბიბლიური სურათია, ბიბლიური პერსონაჟი. ალბათ თავად ზუსტად გამსახურდა ეს გამოსვლის ეს ფაბულაც, ეს შინაარსიც არ იყო შემთხვევით მოტანილი და ნაკარნახევი და ამ ბიბლიური დიალექტიკის მიხედვით 40 წელი მაინც არის საჭირო იმისთვის, რომ თავისუფლებაში შეაღწიოს მონობაში აღზრდილმა თაობებმა კი ვერ შეაღწიონ, მაგრამ იმისთვის, რომ სრულად გათავისუფლდეს. 35 წელი ვახსენეთ, 5 წელი დაგვრჩა ვითომ ბატონბეჟან, როგორ შეაფასებდით? აი, ხვალინდელი დღის მოლოდინი, რა განწყობას გიქმნით? უფრო საზეიმოს, უფრო შემაშფოთებელს, თუ აი ყველაფერი ერთად არის? გმადლობთ მოწვევისათვის და განსაკუთრებით რომ შეგვახსენეთ ეს შენიერი სიტყვა ბატონის ზვიადის. მაშინ თქვენ როგორც გემბრძანებთ, ჩემთვისაც გარკვეულწილად რაღაც ციტრა იყო, აი პირდაპირ გამოცხადდა, რომ ჩვენ რაღაც ბრძოლის ველზე გავედით. გესმით? იმიტომ რომ ნახეთ ქართული საზოგადოებას მუდმივად ქონდა ეს პრობლემა. აი თქვენ რო თქვით, მე ხვალინდელი დღე მაგონებს იმას, რაც იყო 1921 წლის დასაწყისი, რაც იყო 1992 წელს ის რაც მოხდა და დაახლოებით ასეთივე სურნელი სუნიმცემს, რაც მე ძალიან მაშფოთებს, ანუ პირველი, მეორე, მესამე შემთხვევა და როგორც ჩანს, რომ ჩვენ აი მესამე თუ შვებთ, მესამე დავუშვით უკვე შეცდომას იმართლებ თქვათ, იმიტომ რომ პირველად იყო რომ ეროვნული ხელისუფლება ჟორდანიას უარყვეს და მივიღეთ ეს მეორე ხელისუფლება, მეორეჯერ და მესამეჯერ. ასეთი რამ ხდება. მე პირადად რომ დაკვირვები მაქვს ასეთ რამეზე, რომ ძიმე არის მდგომარეობა, იმიტომ რომ ჟორდანია უკვე საფრანგეთში მყოფი პარიზში წერს, რომ ესე იგი მე-19 საუკუნეო მისი აზრით ასეთი იყო ძალიან წარმატებული გაქალაქების ეკონომიკური წინსვლის და ეს ყველაფერი ქართულმა საზოგადოებამ რუსებს მიაწერა, რომ რუსებისგან მიღებული ჰქონდაო ეს წარმატება, ამიტომ ანტირუსული ნიადაგი ვერ შეიქმნა ჩვენთანო. ნახეთ, იმიტომ რომ არისტოკრატია, რომელიც მე-19 საუკუნეში არსებობდა, ქართული არისტოკრატია, რასაკვირველია, მან რუსეთისგან ბევრი სარგებელი მიიღო, იმიტომ რომ მათ პირობები შეუნარჩუნეს, მათ გამოსმის გადასახადის აღებაში ეხმარებოდნენ და რუსეთის ჯარში არისტოკრატია ყავდა და გაბრწყინებული იყვნენ იმ გამარჯვებით, რომელიც რუსეთს ჰქონდა, დიდ რუსეთის წარმატებით ზეიმობდნენ. სხვა შორის იგივე მეორდებოდა საბჭოთა პერიოდში ქართული საბჭოთა ინტელიგენცია, წითელი ინტელიგენცია წოდებული, რასაც ესე იყო ზუსტად, რომ მათთვისაც ესე იგი, როგორ იყო, ბრძოლა არ იყო არც ერთ შემთხვევაში დამოუკიდებლობისათვის, იყო თვითგამორკვევისათვის უკეთეს შემთხვევაში. მათ უნდათ ეროვნული სახელმწიფო, მაგრამ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო. მათი აზრით რუსეთი უზრუნველყოფდა მათ დამოუკიდებლობას, ოღონდ იქნებოდა ნაციონალური სახელმწიფო. რასაკვირველია, მე ვერ ვიტყვი ერთ შემთხვევაში, რომ თქვა მაგალითად ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომელიც არის რუსი მოხელე, რომ რამეთი არ უნდოდა ქართული კულტურა, რასაკვირველია უნდოდა, მაგრამ მას რუსეთი უნარჩუნებდა, მისი აზრი იყო ასეთი, რომ რუსეთი იყო ამის დაცვა, ამ მისი ეროვნული ღირებულების. ასეთი იყო საბჭოთა ინტელიგენცია ჩვენი, იმიტომ რომ ყველა წარმატება, რომელიც საბჭოთა კავშირს ჰქონდათ, მათ მიიწერეს და ეს წარმატება მოსწონდათ კიდევაც ერთ-ერთმა ქართველმა ძალიან კარგმა ადამიანმა თქვა, თურმე ჩემთვის არ ვთქვა, მქონდა მაინც კარგი ურთიერთობა მასთან, რომ აიო, მე ახლა რომ საზღვარგარეთ გავდივარო, პასპორტში არაფერს არ ნიშნავს ჩემი და აი როცა საბჭოთა კავშირის პასპორტით გავდიოდიო, მე ძლიერ სახელმწიფოს წარმოვადგენდი. მე ვერ წარმომედგინა ასეთი რამ თუ არსებობდა. ახლა ამათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ევროკავშირის პასპორტი ედება ჯიბეში. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირის პასპორტის ძალა შეუძლებელია თანამედროვე ადამიანს გაცნობიერებული არ ქონდეს და იქით არ მიისწრაფოდეს. ხო, ანუ ამის არც ჯერათ რო ეს შეიძლება მოხდეს. რაღაცა ნაწილს გონია, რომ საბჭოთა კავშირის პასპორტი შეიძლება კვლავ რაღაცა სხვა ფორმით კვლავ აღმოაჩნდეს ჯიბეში თუ რაზეა. ვამბობ, რომ ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ შევძელით
მაინც ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, აი თქვენ ამდენი წელი ამ ტელევიზიაში მოღვაწეობთ, კიდე სხვა ადამიანები, რომ ჩვენ მაინც ვერ შევძლებთ აი ეს წინა არჩევნების კი ჩვენ და სამწუხაროდ ვერ ჩატარდა როგორც ანტირუსული პროცესი, იმიტომ რომ სულ მუდმივად საზოგადოება რატომაც ჩათვალეს, რომ ქართული საზოგადოებას ეკონომიკური წინსვლა აინტერესებს ძირითადად. რასაკვირველია, ეკონომიკური წინსვლას ეს დიდი სახელმწიფოები განაპირობებს და ის წარმატებები, მაგრამ ეს არ იყო, იმიტომ რომ აი ნახეთ, ყველა გამოსვლა, რომელიც საქართველოში მოხდა ბოლო პერიოდში, ხომ 20 ივნისი რაც ხდებოდა, ყველა იყო ანტირუსული გამოსვლები, ანუ თავისუფლებისათვის ბრძოლის თაობა არის ახლა, რომელსაც ეს ესმის და ამისთვის იბრძოლებს. ამიტომ რასაკვირველია, მან ევროკავშირის პასპორტის ახლა მას წარმოქმნა არ აქვს. ისევე როგორც მაგდა საბჭოთა პერიოდში ჩვენ ხო რკინის ფარდა რატო იყო? ბიძინამ რატო თქვა რომ ამ ხალხს არ უნდა ენახა ევროპაში რაც ხდებოდა, რომ დაინახეს, უკეთესი ცხოვრება მოითხოვეს. ამ რკინის ფარდის შიგნით ხედავდნენ ისინი წარმატებას. არავინ არ იცოდა თქვა 1913 წლის საქართველოსთან 1945 წლის საქართველოს წარმატებული იყო, მაგრამ 1913 წლის ევროპიდან როგორი გახდა 1978 წლის ევროპა, ხო? ამის შესახებ ჩვენ წარმოქმნა არ ქონდა. უყურებდით ამ წარმატებას და გეგმით ისიც არ აქვს გაცნობიერებული, თუნდაც საბჭოთა კავშირის ეკონომიკური აღმავლობის იმ წლებამდე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს მოყვა, საქართველოსთვის ფიზიკური, ეკონომიკური და სხვა თვალსაზრისით რა მასშტაბის მსხვერპლი გაიგო ამ ქვეყანამ. თქვენ საუბრობდით არისტოკრატიის როლზე, თუმცა იმავე არისტოკრატიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში და რამდენიმე დღის წინ იყო აი კოტე აფხაზი, ხო, ალბათ მაგის თქმას აპირებდით თქვენ. მაისის ბოლო კვირას დავდივარ და მინდა რომ ქართულმა საზოგადოებამ ისაუბროს და მაისის ბოლო კვირა არის. შესრულდა წლის და მისი დახურეთის, არა მარტო მისი, მაგრამ კვირა დღე მინდა რომ აი ქართულმა საზოგადოებამ თავისი შვილები ერთი ვარდით ხელში გაიყვანოს ვაკის ბარში სასწრაფოდ თან პატივი მიაგოს ამადანოს. იმიტომ რომ კოტე აფხაზმა თქვა რომ მე ბედნიერი ვარ, რომ კვდები, რომ კლავენ. რომ სიკვდილით ვისჯები საქართველოსათვის. ეს ჩემ ქვეყანას გამოადგება. რასაკვირველია, ეს ადამიანები მათ შეიცვალეს 1918 წლამდე სოციალ-დემოკრატებს არ ცხებს. არ ქონია დამოუკიდებლობის იდეა. ავტონომიის იდეა იყო მაქსიმუმ. ბატონ ბეჟან, რო გადმოვინაცვლოთ დღევანდელობაში. ჩვენ ამ ისტორიის გახსენება სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ და ამავე დროს მდგრადი გავხდეთ თანამედროვე გამოწვევებისადმი. აი დღეს მაგალითად თავისუფლების დემონსტრაცია ისეთი წარსულისთვის უცნობი ფორმით გამოიხატება, როგორც არის მაგალითად open air-ი, ხო, ასე ქვია ფესტივალს, რომელიც იმართება 2 დღის განმავლობაში ლისის ტბაზე და ათასობით ახალგაზრდა არის შეკრებილი, არა მარტო, მაგრამ ძირითადად მაინც ახალგაზრდობა და მათი შემართება რა ძირითადი ლოზუნგითაც იმართება, რისი სოლიდარობის ნიშნადაც, ხო, პოლიტპატიმრებისა და განსაკუთრებით მაღლობელის რა განცხადებებიც ისმის სცენიდან, რომელ სიმღერებზეც რეაგირებენ, რომელი ადამიანები დგანან თავად სცენაზე, ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ აი იქ შეკრებილი უზარმაზარი რაოდენობა ქართველების და საქართველოს მომავალი თაობა ზუსტად იმ აზრზე არის, რისთვისაც ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე გამოდის შედარებით კი არა ნაკლები რაოდენობა ადამიანებისა, მაგრამ ის რაოდენობა აქ ასე არ გამოდის. აი დღევანდელი სურათის სიმძაფრის, დღევანდელი პრობლემების გათვალისწინებით, როდესაც პოლიტპატიმრებს კი არ აკლდებიან ადამიანები, არამედ ემატებიან, უკვე აი ზურა ჯაფარიძე, პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ახალი ფაზაა მაინც პოლიტიკური რეპრესიების. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს პროცესი, როგორ შეიძლება ამ 10,000-ობით ადამიანის, მათ უკან მდგარი 100,000-ობით ქართული ოჯახის თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის მეოცნები ვიხმაროთ ეს სიტყვა სურველი ადამიანების ნება აისახოს პოლიტიკურ პროცესში. ხო, მეც მინდა პატივისცემა გამოვხატო ბატონ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ და ასევე სხვების მიმართ, სხვა შორის ოქროაშვილის მიმართ, ყველა იმ ადამიანმაც, ვინც საქართველოსთვის უკან არ დაიხია. მე არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც გავზომავ როგორ მომწონდა, არ მომწონდა, ისინი ამ წუთში ამ ქვეყნისათვის, ამ თავისუფლებისათვის იბრძვიან და ჩემი პატივისცემა მათ და ყველა პოლიტპატიმარს და რასაკვირველია პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პირველი პოლიტპატიმარია და ჩვენ საერთოდ თავიდანვე ვერ გამსხავსავთ ეს პროცესი, რომ პირველივე 2012 წელს უნდა დაგვეწყო პირველივე პოლიტპატიმრების დაცვა. 2012 წელს რომ უნდა დაგვეწყო სხვათა შორის აი ზაზა ბიბილაშვილი იხსენებდა ოფიცრებს, რომელიც მათ დახვით ეს პრინციპში და ესე დარჩა, ის როცა გადასცეს რუსეთს ჩვენი მასალები და ასე შემდეგ, მაშინ უნდა გაგვეგებიებია ყველასთვის, რომ რუსული ძალა არის აქ ამ ქვეყანაში. ახლა როგორია მდგომარეობა? მე მაინც ვფიქრობ, რომ ფაქტი არის, რომ
ისინი დღეს ძალიან ბევრს წერენ სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით მათ ყავთ ეს გაუბედურებული ჩერნი სამწუხაროდ ამ სიტყვით, ყველაზე ღარიბ ხატაკი ადამიანები, ვისაც ყველაფერი წაართვეს და დასვეს თავიანთ საკვებს ან რაღაც დახმარების სოციალურზე, ან ესენი აწერინებენ, რომ აი საშინელება, გარყვა, ეს ოფენაია და ეს ასკარად ჩანს რომ მათი პროპაგანდაა, რომ არ მივიდნენ იქ ადამიანები, მაგრამ აი თქვენ ზუსტად განმარტეთ, რომ ის მისული ადამიანის, რომელიც რუსთაველზე დგას, მათთან ერთად დგას, ანუ ერთი პროცესია, ამ პროცესის თავისებურად გაგრძელება. მაგრამ ნახეთ, დღეს პარალელურად მე სადღაც რომელიღაც სოციალურ ქსელში მოვისმინე, გრიშა უნიანის გამოსვლა, რომ მას თქვა, რომ აი ნახეთო ჩინეთში რა გააკეთეს, 1000 სტუდენტი გამოვიდა და დახრიტესო ისინი. ეს ტემენის მოვიდა ის ცნობილი. მაგას ვამ. ხო, ეს ცნობილება გრიშამ ასე იცის ეს ამბავი და ასე მოყვა. ისიც არის, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მეტად აქტიურები უნდა ვიყოთ. აი ყველამ ეს დაცვის პრინციპი უნდა გავაგრძელოთ, უფრო მეტი შემართება გვჭირდება და რასაკვირველია ერთიანობა, მე მინდა ვთხოვო რომ ყველას ერთიანობა ამ პროცესში, რატომ იცით რომ ჩვენ ნახეთ დაგვიმართა 1921 წელს 24 წლის აჯანყება, რომელიც შაშანა 100 წლის თავი იყო, ამ ხელისუფლებამ არ აღენიშნა საერთოდ. აი იქ მაინც სადაც აი ზესტაფონთან და დაედო ერთი მემორიალური დაფა მაინც გაეკეთებია, სადაც ვაგონებში ჩაცხრილეს ასობით ადამიანი, ეს არ გააკეთა და საერთოდაც ამბობენ, რომ დამოუკიდებლობის 104 წლის თავი, ან რატო არ ცნობენ 9 აპრილს, იმიტომ რომ მათ არ სურთ ეს რუსული ოკუპაციაზე იყოს ლაპარაკი. 1921-დან ეს 60 წელი რუსული ოკუპაციის გამოტოვება სურთ და იგივე მოხდა 1992 წელს მათ დახვრიტეს მიტინგები. იმიტომ რომ ჩვენ რომ ეს ერთიანობის პრინციპი არ დაგვერღვია და ერთიანად ყოფილიყო, მე ვთხოვ იმ ქართულ ინტელიგენციას, ახლა ძალიან ბევრი იქეთკაც აღმოჩნდა, ყველა მიიღო ის რაც ბატონმა ზვიატმა კიდევ ერთი სიტყვა არსებობს მშვენიერი, თქვა წასვლის შემდეგ რა შეიძლება მოყოლოდა, რომ აქ რამოდენიმე სახელმწიფო გაჩნდებოდა ამ ტერიტორიაზე და როგორი ის რაც ჰქონდა ქუჩაში ბანდიტობა, რომ ეს განვითარდებოდა. ჩვენ ეს უნდა წარმოვიდგინოთ, თუ ეს ხელისუფლება დარჩება, ჩვენ ისევ გვეყოლება ახალი ჯაბები და ახალი ეს აქ იქნება ის რაც 1921 წელს გააკეთეს ბოლშევიკებმა და იქნება ის რაც გააკეთეს 1992 კიტოვანმა და იოსელიანმა. გესმით? ასე არის, იმიტომ რომ ისეთ რა ინტელიგენციას მინდა შევახსენო, როდესაც ერთ-ერთი ქართული საზოგადოების წარმომადგენელი ამბობდა, რომ ესე იგი აი ბარაბას გვერდი, ქრისტეს გვერდით, ესე იგი ეს არის რა ქვია, მარჯვენა ავაზაკი არის ჯაბაო და ან შეადარეს იმას რა ქვია სამუსკეტეს კიტოვანი ჯაბა და იოსელიანი ეს რა ქვია სიგუა ამ მივიღეთ ჩვენ ამისგან დიდი ტრაგედია. მე მინდა ვთხოვ ამ ადამიანებს რომ გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი რაც მოხდა. მე არ მინდა ყოველთვის ყვებოდი ამ ამბავს და ვიღაცა მიფიქროს რომ ჩვენი ტრაგედია იყო ეს უბედურება. არა, ეს ყველასი იყო. მე მგონი ყველამ განვიცადეთ და მინდა ვთქვა რომ ასეთი მოსალოდნელი ამბავი არის ისევ. იმიტომ ესენი ყველაფერს ცდილობენ. აი ნახეთ ეს რადიკალური ნაბიჯი იქეთკენ არის რომ რაც შეიძლება რუსეთს დაუახლოვდნენ. რაც შეიძლება წამოვიდნენ დასავლეთისკენ. განცხადებაც კი თვითონ გააკეთეს პირველ რიგში რომ დასავლეთიდან ცილდებიან, ხომ? თვითონ ჩავიდნენ ირანში, თვითონ ჩავიდნენ ჩინეთში, თვითონ დადეს ხელშეკრულება, ანუ ყველაფერი მცდელობა, რასაც აკეთებდა 1921 წელს ბოლშევიკური რეჟიმი, რასაც აკეთებდა, როგორ შედიოდა რუსეთში, ის ტერმინების გამოგონილია ნეიტრალიტეტი, ყველაფერი, იმიტომ ნეიტრალიტეტი ეწერა ჟორდანიას სამხრეთ თუმცა ამას დღეს ჭირდება სხვა პოლიტექნოლოგიური მიდგომა, რამდენადაც იქ უხეში სამხედრო ძალით მომენტალურად დამყარდა, ასე ვთქვათ, საბჭოთა წესწყობილება და აქ უკვე მთელი თაობა, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა და მას უბრალოდ ვერც კი წარმოუდგენია, რომ რუსეთის სივრცის ფარგლების ნაწილი იყოს. არის რაღაცა ნაწილი, რომელიც რუსკი მირის ნაწილად თავს არათუ წარმოიდგენს, იქიდან არც გამოსულა. ეს არის ის თაობის რაღაცა ნაწილი. კი, მაგრამ ამ ახალი თაობის მიმართ ეს განსხვავებული მიდგომაა საჭირო, რომ სწრაფად არ მოხდეს, რომ შედეგი. ამიტომაც სადაც კი ცოტა ფეხი წინ წაუწდებათ, ხოლმე და რაღაცას უხეშად გააკეთებთ, მაშინვე რეაქციას აძლევს საზოგადოება და განსაკუთრებით ეს ახალი თაობა. მაგრამ აი ჩემი ბოლო კითხვა ეს არის, დრო გვეწურება, მინდა კიდევ ერთხელ მეუბრუნდე იმას, რომ როგორ მოვახერხოთ, რომ ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯზე იმპულსურად კი არ რეაგირებდეთ საზოგადოება, არამედ დროულად გამოვტაცოთ ეს მიტაცებული ძალაუფლება ქვეყანას მოქმედ რეჟიმს იმისთვის,
რომ რაღაც მომენტში უკვე რუსეთისგან თავის დახსნა რაღაც პერიოდით შეუძლებელია გახდეს. თქვენ ზუსტად ზანეთ და მე ბევრჯერაც მიფიქრე და მithქვამს კიდევაც რომ ჩვენ ბიძინა იწყებს და ჩვენ პასუხობთ. ან რაღაცა ისინი ყოველთვის აი ნახეთ ეს თეა წულუკიანის რაღაც კომისიაც იმისთვის არის შექმნილი რომ ყურადღება გადავიტანოთ რაღაც მთელი. ისეთ რა ჩვენ თუ ასე სათითაოდ დავთმეთ ეს ადამიანი როგორც 2012-ში დავთმეთ ხო? დავთმოთ ახლა დღეს ამას და მე შეიძლება მიადგენ სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც ხო? მასე მიადგებიან აშკარად პირდაპირ ჩანს. ამიტომ ვფიქრობ რომ კონკრეტული მამაცი გადაწყვეტილება ამისახები ორგანიზებული საერთოდ 1918 წლის გამოცხადა რომ 17 წელს ინტერპარტიული საბჭო შეიქმნა და ამ საბჭომ იყო გადაწყვეტილება შეიქმნა მოიწვია ეროვნული ყრილობა. ჩვენთანაც ეგეთი იდეა ასამბლეა ქნიდა რომ ეროვნული ყრილობა მოგვეწია პარტიებს. მეორე არის სალომეს ჯგუფი, მესამე ბატონი პაატა ბურჭულაძე ცდილობს. მე ვფიქრობ რომ კატეგორიული განცხადება უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ მაპატეთ არამულ არჩევნებზე ლაპარაკი თუ ამ ხელისუფლებას ახლა ავწნობ, აი მას შეიძლება უფრო დაბალი ხელისუფლება ვწნო, ანუ ადგილობრივი არჩევნები, ხო? სულ წარმოუდგენელია. ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა დარჩენილი რომ ამ ხელისუფლების გაფორმება როგორც რუსული რეჟიმის, როგორც და ანტისაოკუპაციო მოძრაობის დაწყება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის დროს არის მთავარი мотиваცია, ეს არის გაფიცვები, ეს არის თქვათ, აი ყველა მშვიდობიანი ფორმა. ან არჩევნების მზადება დამოუკიდებლად, გამოვაცხადოთ. ჩვენ ისინი უნდა ვაიძულოთ, როგორც აი ნახეთ 1989 წლის მათ მიიღეს აი ჯერ მარტში მე მიიღეს რომ ოკუპანტები იყვნენ ისინი ბოლშევიკები და მისი მემკვიდრეები ამათ ესენი უნდა მივაღებიოთ და ვაიძულოთ ჩვენი ზეწოლა უნდა მოხდეს მათ სადმე კონკრეტული მიღებაზე სხვა შემთხვევაში ჩვენი მას არ უნდა ვცნობდეთ ისეთ რაც ეს დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი ისეთ ნიჰილიზმსაც ვადებენ ესენი ძალიან ხშირად საზოგადოებაში ცდილობენ რაღაც ყურადღების გადატანას სხვადასხვა მეორე ხარისხოვან ფორმაში მაინც თავისუფლებისათვის ბრძოლაში ხოდამხოდ მამაცი ადამიანები იმარჯვებენ ნიშნულოვანი იყო ეს სიტყვები ბოლოს ბატონბიჟე მადლობა ძალიან დიდი დაგემშვიდობებით გილოცავ წინასწარ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და მართლაც საზეიმო დღე იყოს ყველასთვის